მოგესალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში მინდა უნისეს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადო და კიდევ მინდა ქართველ ერს უთხრა თუ რამხელა ტრაგედია, როცა მამა შვილის ნერვიულობას, უკანონო დაჭერას ნერვიულობით გადაყვება და შვილს არ აძლევ გასვენებაში მისვლას და ყველას ურჩევ რომ თავის თავზე წარმოიდგინოს საერთოდ ასეთი რამ და იცოდეთ რომ ყველას დაუდგება ეს ასეთი მომენტი ამ დააფეთქებული ხელისუფლების ხელში. და მინდა ერთი რამ თქვა. მე მინდა ყველა ჩემი პარტიის წევრს, ახალი ქრისტიან დემოკრატებს, ყველა ჩემ მომხრეს, ყველა ჩემ მეგობარს რა ვიცი ვთხოვო რომ აუცილებელია უკვე 29-ში 8 საათზე პარლამენტთან შეიკრიბოს უამრავი ადამიანი და მუხტი გაცოცხლდეს. ისინი უჭერენ და კიდევ უფრო მოუჭერენ რეპრესიებს, კიდევ უფრო მოუჭერენ და მახსენდება და საერთოდ ასეა ფიზიკის კანონია, როდესაც ბალონში ჩატუმბავ იმაზე მეც წნევით ვიდრე ის უძლებს, ის აუცილებლად გასკდება და ზუსტად ასეა. ამ წუთას ისინი წნეხავენ იმაზე მეც ვიდრე მათი კაფსულა გაუძლებს, ის აუცილებლად გასკდება, მაგრამ ამ გასკდომაში ჩვენი ხელის წაშორებაა საჭირო და ამიტომ მოგიწოდებთ ყველანი გავიდეთ ამ აქციაზე. და მინდა ერთი რამ დავაყოლო აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი გამოვა, თუკი ჩვენ მათ დავანახებთ რომ არა მარტო ვიკრიბებით, არამედ გეგმაა შემდეგ როგორ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. მარტო ის შევიკრიბეთ, გადავითვალეთ და ვართ თუნდაც ძალიან ბევრი და დევიშალოთ და ხვალ შევიკრიბოთ. ამის შეგრძნება თუ ეკნათ ადამიანებს უამრავი არ გამოვა. მაგრამ გამოვა უამრავი, თუკი მათ დავანახებთ, რას ვაპირებთ შემდეგ, როგორ გაგრძელებას ვაძლევთ ამას. აი ეს უნდა დავანახოთ აუცილებლად. და ამიტომ რა ვიცი, შეიძლება გაგრძელების მონახვა იგივე ცენტრალური გზების დაკეტვა იქნება, ეს მაგისტრალების დაკეტვა იქნება, მეტროს გაჩერება იქნება, რა ვიცი, კარვების გაშლა იქნება, მასიური შიმშილობის დაწყება იქნება, რა ვიცი, ეს არის მოსაფაქრებელი, რომელი უფრო ეფექტიანი იქნება, რომლის გადალახვის საშუალება გვექნება, თუნდაც იქიდან დაძვრა და იმ დედააფეთქებული სასამართლოს ჩაკეტვა, აი იმ ღამეს დაიძარით და საქალაქო სასამართლო ჩაიკეტოს, რომ ორშაბათს პროკურორებმა, მოსამართლეებმა ვერ შეძლონ სასამართლოში მისვლა და პროცესები გადაიდოს. არ ვიცი, ძალიან ბევრი მეთოდია, რომლითაც შეიძლება გაგრძელება და რომლის იმედადაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე მარტო აქციაზე დაძახებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა ჩემ მომხრეს აუცილებლად მივიდეთ და ყველა ორგანიზატორს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ აქციაში ღებულობს მონაწილეობას, დარჩენილია კიდევ 2 დღე და მანამდე გამოვაქვეყნოთ გეგმა, როგორ ვაპირებთ გაგრძელებას. მაშინ დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი გამოვა. მადლობთ ყურადღებისათვის.